ირანის ისლამური რევოლუციის დროშის ფერებში განათებული თბილისის სანძის პარალელურად ირკვევა, რომ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარცალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. ირანის ელჩის ალი მოჯანის ცნობით, დარცალია მათ ეს თარიღი ოფიციალურად მიულოცა და მან ირანის ისტორიული გზის, ეროვნული იდენტობისა და განვითარების სიმბოლო უწოდა. ღონისძიება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასტუმრო პარაგრაფში ირანის საელჩოს ორგანიზებით 11 თებერვალს გაიმართა. გუშინ საღამოს თბილისის სანძის ირანის დროშის ფერებში განათებას დღეს საქართველოს ისრაელის საელჩო გამოეხმაურა. მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში, როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლის თავი იზეიმონ თაწმინდი სანძის ირანის დროშის ფერებში განათებით. რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. 2024 წლის მაისში ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ირანში ირანის პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების დაკრძალვაზე იმყოფებოდა. მალევე 2024 წლის ივლისში კობახიძე ირანს ისევ ეწვია და ამჯერად ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.